კაი, გამარჯობა. მე დრუნჩა ვარ, უпроსორად მე გიორგი რიბარიშვილი ვარ, დრუნჩა. ეს არის დათუნია დრუნჩა. ასე ქვია ამ წიგნს, რომელშიც სამი ქართველი პოეტის და არა მარტო პოეტის, იმიტომ რომ ზოგიერთ მათგანს ორი პროფესია ჰქონდა, ესმა ონიანი, ოთარ ჭილაძე და გივი ჭიჭინაძის ლექსებია შესული ამ წიგნში. გამომცემლობა ინტელექტის წიგნია, არაჩვეულებრივად ნახატებით გადავსებული, სოფო კირთაძის ილუსტრაციები ამ წიგნში თავმოყრილი. ვიფიქრე, რომელი წამეკითხა, რომელი ლექსი ამომერჩია, რომელი ავტორის და ბოლოს გადავწყვიტე, რომ სამივე ავტორის წავიკითხო, სამივე ძალიან მიყვარს, საბავშვო ლექსებია, როგორც მიხვდით, დიდი ხანია საბავშვო წიგნი არაფერი წამეკითხავს, ბოდიშკი ხდით ბავშვებო, გადავყევი უფროსებისთვის კითხვას, იმიტომ რომ წიგნები უფროსებსაც გვჭირდება. და მოკლედ სამივე ლექსს წაგიკითხავთ, სამივე ავტორის თითო ლექსს. დავიწყოთ, მზად ხართ? კაი, დავიწყოთ დათუნია დრუნჩას კითხვა და პირველ ლექსად შევარჩიე ესმა ონიანის ლექსი ბარათი ციყს. მოკლედ ციყს წერს ბარათს კურდღელი. კურდღელიც აქვია და ნახოთ რას მიწერს. გამარჯობა ძმაო ციყვო, მოვიცალე როგორც იყო. ამ წერილის მოსაწერად ისე როგორ მოგიკითხო. როგორ მიდის ტყეში საქმე, თუ ინახავთ საკვებს სადმე. თხილს და კაკალს ვიცი, ამ დროს იმარაგებ ძამთრის საზრდოდ. ფიჭვი ისევ აბნევს გირჩევს, სხვათა შორის ამას გირჩევთ. თუ გაკვნით დიდი თხილი და აქ ტკივდა უცებ კბილი, აიხვიე რამე თბილით, დაიძინეთ კბილი ძილით. სხვა ჩვენს ამბავს თუ იკითხავთ, კურდღლურად ვართ, მუდამ ფხიზლად. მართლა, დიდი სიყვარულით მოგიკითხა ველის ვირთხამ. სხვა ისეთი რა მოგწერო, ჩამოფრინდა ერთი წერო, ცალი ფეხი აიბზიკა და უკბინა კიდეც ბზიკმა. ოხ, ისეთი ჩხუბი ატყდა, ვერ შევწყვიტეთ დავა ვერა, მაგრამ ყავმა დაიჩხალა და დაგფანტა უცებ ყველა. წერო ახლა ცალფეხს ედგას და ქანაობს ნელა-ნელა. მაშ ნახვამდის პასუხს ველი, კოცნის შენი ძმა კურდღელი. აი ესე მიწერა წერილი. კურდღელმა თავის მეგობარ ციყვს და ეხლა ნახოთ ციყვი რას უპასუხებს. ციკვის დაჯდა საწერად, აი ესეთი პატარა ციყუნია და ნახეთ რა უპასუხა. ჩემს ყურგრძელა ძმა კურდღელას შორი ტყიდან გამარჯობა. მენატრება თქვენთან ველზე სტუმრობა და ნავარდობა. ნაცნობობის შემორბენა, ბაჭიები ბედა ბენა. ალბათ უკვე გაიზარდნენ, ვეღარ ნახავ გაისამდე. როგორ არის ბუჩქი ბუცა, შავ თვალება ნუკრინუცა, ნაკადული ნაზიბროლა და მჩხავანა ყვავი კოლა. ნაყოფების ცვივად წაბლებს, ექიმი თუ გაძლევთ წამლებს. მუცლები რომ აქ ტკივდებათ, კურნალობა დაგჭირდებათ. ან კომბოსტოს შეჭამთ მტრიანს ან სტაფილონს მიწიანად, ჩვენში დარჩეს, ზოგჯერ კაკალს მეც მივირთმევ წიწვიანად. რაღა გავაგრძელო ბევრი, ახლა დაგემშვიდობები. სულიყავი ასე კარგად, ასე ფხიზლად და კურდღლურად, სიყვარულით ნახვის ნატრით, შენი ციყვი კუდფუმფულა. აი ესე მიწერა წერილი ციყვმა თავის მეგობარ კურდღელს. ესმა ონიანის ქართველი პოეტის და მხატვრის საბავშვო ლექსში. ეხლა ვნახოთ ოთარ ჭილაძის ჭერია, დიდი ქართველი მწერლის და დიდი ქართველი პოეტის და მაგარია რომ საბავშვო ლექსებსაც წერდა ადამიანი, რომელიც ნობელის პრემიაზეც იყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს წარდგენილი. ოღონდ არა საქართველოს სახელით თან. მოკლედ ვნახოთ ზოოპარკი ქვია ამ ლექსს და რა მოხდება ზოოპარკში, ერთად გავიგოთ. დათვი მუცელს იფხანს თათით. დილიდანვე უცდის სადილს. რა თქმა უნდა, ტყეში ჯობდა, წაბლიც მქონდა, თაფლიც მქონდა, ალბათ ასე ფიქრობს დათვი, და თან მუცელს იფხანს თათით. გველს კი თავი ქვაზე უდებს და სისინებს. არ მაქვს ბუდე, მაგრამ მაინც ყველას ვძულ ვარ, თუმცა ჩემით არ მოვსულ ვარ. ისევ ღამესელის მგელი, ისევ ერთი მიზანი აქვს, თავს კი ის ასე ინუგეშებს, ნახოთ, იქნებ სიზმარია. შენ ვიღა ხარ, ფოცხვერი, როგორ ახარ, რა მიშავს, მაინც მოწყენილი. რა გინდა, რა მინდა და გამიშვან. ხეპრე ზებრა არც უყურებს, საწყალი ირმის ხრიოკ ეზოს და თან ისე იბუტება, თითქოს ძალით შეღებესო. კენგურუ სწრაფია, როგორც ენგურო უნდა ერქვას კენგურუს. ისე მოდის ბეგემოტი, თითქოს იცის რისთვის მოდის. მთელი ქვეყნის გაოცებას ცდილობს სპილო, ბავშვები კი აბრაზებენ სპილო, წვრილო. ეს კი ჩვენი ნიანგია. ძველი მკვიდრი თბილისის, ერთხელ კუდით შეარხია შარშან წინის წინ. არც უყურებს სტუმრებს წერო, სად მცალია ლექსებს წერო, დაუწყია ზურგზე ფრთები, ზეზე თბება.
ძირს ყრია სვავები, ქორები, არწივები, როგორც დამსხვრეული ტანკის ნაწილები. ფარშევანგი არც ერთს არ ჰგავს, დედოფალი იყოს თითქოს დღე-დღამე იმას ფიქრობს, რას დაიხატ და იქარგავს. ახლა ასე ვიღა იცვამს, უკვირს ციცარს, ლომს კი ძინავს და მძინარეც ყველა მხედსელამაზია, არც ბუხუნებს, თუმცა ბუხუნს გალიაში რაფასი აქვს. ესეც ილუსტრაცია სოფო კირთაძისგან და როგორი რითმები ქონდა რა ოთარ ჭილაძეს. ისეთი მაინც მე რა რომ ბავშვებისთვის იყო როგორი პროფესიონალური დაწერილი ქონდა რა, ლამაზად და აზრიანად. და შემდეგი გივი ჭიჭინაძის ერთ-ერთი გამორჩეული საბავშვო მწერლის, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემი შვილისთვის ბევრჯერ მაქვს წაკითხული, მის კიდევ უფრო ბავშვობაში და ამ ლექსს ქვია დათუნია დრუნჩა. იგივე სახელი როგორც ამ წიგნს. მზად გავაგრძელოთ? კარგი, გავაგრძელოთ. დათუნიას ერგო ერთი კილა ერბო. მიდიოდა გზაზე ღიღინებდა ასე. დათუნია დრუნჩასა, ერბო მერგო ქარვისა, რაგინ ბევრი მეხვეწოთ, არ დაგითმობთ არვისა. უცებ შეხვდა ვირთხა, არ უცდია დიდხანს. თქვა, დაიდებთ ცოდვასო თუ არ მაჭმევ ცოტასო. რას იზამდა დრუნჩა, მისცა ერთი მუჭა. მერე ისევ გზაზე ღიღინებდა ასე. დათუნია დრუნჩასა, ერბო მერგო ქარვისა, რაგინ ბევრი მეხვეწოთ, არ დაგითმობთ არვისა. წინ დაუხვდა ზღარბი, ფშიერი და ხარბი. თქვა, დაიდებთ ცოდვასო თუ არ მაჭმევ ცოტასო. რას იზამდა დრუნჩა, მისცა ორი მუჭა. მერე ისევ გზაზე ღიღინებდა ასე. დათუნია დრუნჩასა, ერბო მერგო ქარვისა, რაგინ ბევრი მეხვეწოთ, არ დაგითმობთ არვისა. გადმოუდგა მელია, გაუწვდინა ყელია. თქვა, დაიდებთ ცოდვასო, თუ არ მაჭმევ ცოტასო. რას იზამდა დრუნჩა, მისცა სამი მუჭა. მერე ისევ გზაზე ღიღინებდა ასე. დათუნია დრუნჩასა, ერბო მერგო ქარვისა, რაგინ ბევრი მეხვეწოთ, არ დაგითმობთ არვისა. ბოლოს შეხვდა კოდალა, დაც კი არა ქონდა რა. ასე დამთავრდა დათუნია დრუნჩას თავგადასავალი და ეს წიგნიც დასრულდა. თითო ლექსი წაგიკითხეთ, თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი წაიკითხოთ. თუ ჯერ კითხვა არ იცით, თხოვეთ უფროსებს, ვინც კითხვა იცის, რომ თვითონაც გაიხსენონ კითხვა და წაგიკითხონ ლამაზი ლექსები და ყურები და გონება ჩაიტკბარუნოთ. დიდი მადლობა, მე დღეს გემშვიდობებით, ვიპარასკევობით, შევხვდებით შემდეგ პარასკევს, აბა, დროებით.